ბაქოში ეუთოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეյჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მოქმედა თავმჯდომარემ ვალტონენმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის მზაობა გადადგას ნაბიჯები მშვიდობისა და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ. სომხეთსა და აზერბაიჯანის მიერ ეუთოსადმი ერთობლივი მიმართვის საფუძველზე ფინეთმა 25 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება წარადგინა, რომელიც 1 სექტემბერს 57-ვე მონაწილე სახელმწიფოდ ერთხმად დაამტკიცა. გადაწყვეტილება მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის შესახებ ასახავს კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა შერიგებისა და კავშირების ნორმალიზებისკენ სწრაფვის პროცესში მიაღწიეს. საზოგადოების ყველა დონეზე ადამიანებს შორის კავშირების დამყარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნამდვილი შერიგებისთვის. ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით იმ თემებისთვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.